Ცხრიანი კვლავ დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. მუცო დართლო ჩაჟიში და ვარძია სახელმწიფოსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი დაფინანსებით საქართველოს 4 მაღალმთიანი სოფელი პირვანდელ სახეს დაებრუნებს. რეაბილიტაცია ტრადიციული მასალებით მოხდება. პროექტის სხვადასხვა დროს დასრულდება. ყველაზე მეტი დრო 4 წელი მუცოს რეაბილიტაციას დაჭირდება, სადაც მუზეუმ ნაკრძალიც გაკეთდება. პროექტის პრეზენტაციას დღეს პრემიერ-მინისტრიც დაესწრო. ვნახოთ რეპორტაჟი. 13 კოშკი, 4 ციხესახლი, 21 მაჩუბი, 11 ხალხური საცხოვრებელი და 1 ათეული დამხმარე ნაგებობა შუა საუკუნეების იმ უძველეს არქიტექტურულ სოფელს აერთიანებს, რომელიც უშგულის თემში ზღვის დონიდან 2200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ევროპის ყველაზე მაღალ სოფლად ითვლება და იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული. ზემო სვანეთის სოფელ ჩაჟაშის სრული რეაბილიტაციის პროექტი უკვე გაწერილი და იუნესკოსთანაა შეთანხმებული. ჩაჟაშთან ერთად ძეგლთა გადარჩენის პროგრამაში მუცო, დართლო და ვარძიაც მოხვდნენ. კულტურული მემკვიდრეობის 4-ვე ძეგლი არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოსა და ისტორიის ფასდაუდებელ სიმდიდრედაა შეფასებული. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ცა ყველაზე კარგად ინახავს ქართულ სულს და ქართულ გენს. ქართული ხალხისთვის კულტურული მემკვიდრეობა არის ფასდაუდებელი სიმდიდრე, ასე ვიტყოდ. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები მას უხილდებოდნენ და დღეს ჩვენი ვალია სწორედ რომ ასევე უპატრონოთ მათ. მუცოს განადგურების პირას მყოფი კომპლექსი, რომელიც 30-მდე ციხესახლს, კოშკს, წმინდა გიორგის სალოცავსა და რამდენიმე ათეულ საგვარეულო აკლდამას აერთიანებს 4 წელიწადში პირვანდელ სახეს დაიბრუნებს. ამ დროისთვის მუცოში რესტავრატორებისთვის ინფრასტრუქტურული გარემოს მოწყობა უკვე დაწყებულია. აქ მუზეუმ ნაკრძალიც შეიქმნება. ზამთრის მკაცრი პირობების გამო მუცოში სამუშაოები გაზაფხულობით დაიწყება და ზამთრამდე გაგრძელდება. ტრადიციული მასალის გამოყენებით აღდგება თუშეთის სოფელი დართლოს თითოეული სახლიც. ჩვენ ჩართული ყავს მთელი რიგი ის პარტნიორი ორგანიზაციები, როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები ამ პროექტების მიმდინარეობის პროცესში და საკმაოდ სოლიდური თანხაც იხარჯება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ ლანდშაფტიც განხილული იყოს ამ საერთო პროექტში, რაც ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა და რა თქმა უნდა ჩვენი მიმართულებაც არის, რომ მაქსიმალურად განვითარდეს ეკოტურიზმი. ერთი თვის წინ ვარძიაში მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოების აუცილებლობაზე ისაუბრეს. კლდეში ნაკვეთი კომპლექსი და ფრესკები პირველ რიგში კონსერვაციას საჭიროებს. თვითონ კლდე იშლება და პრაქტიკულად ყოველ დღე თუ არა ყოველ კვირას გარკვეული ნაწილები, ასე ვთქვათ, ცვივა და პირველი რიგის ამოცანა არის ამ ქვათაცვენის შეჩერება და ზუსტად ამ მიმართულებით მიმდინარეობს ახლა, ასე ვთქვათ, პირველადი ინიციატივა. მთავრობასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში იმედი აქვთ, რომ 4-ვე ძეგლის პირვანდელი სახის აღდგენა და რეაბილიტაცია საქართველოს მაღალმთიან სოფლებში არა მარტო ტურისტების მოზიდვის, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის მთაში დაბრუნების საფუძველიც გახდება. პირველ ეტაპზე რეაბილიტაციისთვის 9,5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.